მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ქათმის დაკვლაზე, მისი ხორცისა თუ მეფრინველეობის სხვა პროდუქტების რეალიზებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ აიღო გეზი გარბმობილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთისაკენ. მეფრინველეებისათვის გარბმობილის მათთან სტუმრობა წინასწარ იყო ცნობილი. ახალ რეგულაციებსა თუ საკუთარი პრობლემების შესახებ სასაუბროდ მეფრინველეობის სხვადასხვა საწარმოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი მეურნეობების უმეტესობა თანამედროვე სტანდარტის ფერმებს წარმოადგენს. გარბმობილმა ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად ერთ-ერთი მეურნეობაც დაათვალიერა. ხდება აქ რა არის აქ? ესე იგი, აქ არის საინკუბაციო კარადები, სადაც იჩეკება ერთიანი მოვიარეს ჯიშის ტიტი. რომელსაც შემდგომში ფერმერებს ვაკეთებ და ისინი ძია შემდგომში დაახლოებით 2 კილომეტრს. რა პერიოდი ჭირდება ჩალაგებიდან გამოჩეკვამდე? 15,000-მდე გვერდსკიება და შესაბამისად 19 დღე ჭირდება აქ. ხოლო 19 დღის მერე გადადის უკვე საჩიქში. სადაც უკვე რეალურად წიწილას მიღებ. ამ დროისათვის საწარმოში დაახლოებით 150,000 ბროილერის ჯიშის კვერცხი აწვია. ასევე გვაქვს სხვა ინკუბატორები, სადაც შინაური ქართული ჯიშებს ვაწარმოებთ, ასე რომ ვთქვათ, სადაც ისიც 100,000 მაინც იქნება ამ წუთას. როგორც ვთქვით, საინკუბაციო კარადებიდან 19 დღეს წიწილა გამოდის საჩეკ კარადებში, სადაც უკვე წიწილას ვიღებ და და ეხლა პროცესია ჩეკვის, ხო? ჩეკვის პროცესია, აქ არის ქართული ჯიშები. აჰა. ეს გამოსავლიანობა რამდენი გაქვთ პროცენტულად დაახლოებით სტაბილურად? ეს თვითონ სადედე გუნდის ასაკზეა დამოკიდებული. ალბათ იწყება 70-დან, ადის 90-ზე, შემდეგ ისევ ჩამოდის 70-ზე და ეს ყოველთვის დედის ასაკზეა დამოკიდებული. გადმოსული პატარა საყვარელი წიწილები. გამოდის შესაბამისად საფრინველში და იზრდება სადაც ტემპერატურა, ტენიანობა 24 საათის საკვები, განათება, წყალი, დაჭირდება ცოცხალ ორგანიზმს, აბსოლუტურად ყველა პირობა აქვს შექმნილი. საფენად რას იყენებთ? გორგუშაკას. ეხლა რა რაოდენობა არის აქ წიწილის? დაახლოებით 3,000 ჰექტარზე საფრანგეთში. ესეთი დაახლოებით 8-10 მაინც გვაქვს. ციკლის მიხედვით ვაწარმოებ. ეს 37 დღიანი ხო ციკლით ვარ? დაახლოებით 35-დან 30 ჭირდება, რომ მივიდეს დაბლამდე. და ეს საკვები თავადვე აწარმოებ და იმ საკვებს რა თქმა უნდა, ესე იგი კახეთიდან ძირითადად შემოგვაქვს ზემედის მარცვალი და შესაბამისად სოიოს შროტი და საჭირო ვიტამინები. ანუ როსტომ, რატომ გახდა საჭირო თავად გაგეკეთებინათ ეს რა არის რომ აგვიხსნა რამდენიმე სიტყვით და რა ფუნქცია აქვს ამას თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია და მხოლოდ თქვენ იყენებთ თუ ასევე ამარაგებთ ამ საკვებით სხვა ფერმერებსაც? ეს არის მარცვლეული საწყობი, სადაც 700 ტონამდე მარცვლის შენახვა შესაძლებელია. ესე იგი, ფრინველის წარმოებაში ყვითელი მარცვლის როლი დაახლოებით 70% შეადგენს და ესე იგი, ყველაზე დიდი რაოდენობა საკვების წარმოებაში არის მარცვალი. ჩვენ ასე ამისთვის გვჭირდება, იმიტომ რომ მივიღოთ პოლზე, ესე იგი, მოვა თუ არა მოსავალი კახეთში, ავიღოთ, გამოვაშროთ, შევინახოთ და მერე მთელი წლის განმავლობაში ვიხარჯოთ სუფთა პროდუქტი, ასე რომ ვთქვათ. ამისთვის გვჭირდება ძირითადად. მას შემდეგ, რაც ფერმის სრული ხაზი გაგვაცნეს, ასოციაცია მომავლის ფერმერის ხელმძღვანელმა და მეფრინველეებმა დარგში არსებულ საკითხებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, მეფრინველეების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა დამატებითი ღირებულების გადასახადია, რაც თითქმის კურიოზულ სიტუაციას ქმნის. კანონში სიტყვასიტყვით წერია, სოფლის მეურნეობის პროდუქცია განთავისუფლებულია დღეს გარდა კვერცხისა და ქათმის. ესე იგი, დააშავა რაღაცა ქათამმა და კვერცხმა და მიტო ისჯება თორე. თელ, რავი, 90% ქვეყნებში ყველგან განთავისუფლებულია. მთლიანად ზოგადად სოფლის მეურნეობა. 2012 წლის თებერვალში ჯერ კიდევ წინამოწვევის პარლამენტმა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გაათავისუფლა.
ჩვენი მოსახლეობისათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე არის გაზრდილი ფასები და ბუნებრივია ჩვენი ამოცანა არის, რომ შევაჩეროთ ფასების ზრდის ტენდენცია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია, რომ მთავრობამ დაიწყოს მაღაზიებში დახლებზე განთავსებული ფასების კონტროლი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბერკეტები იმისათვის, რომ მოვახდინოთ საგადასახადო თვირთის შემსუბუქება, მოვახდინოთ გადასახადების ადმინისტრირების შემსუბუქება და ასეთ ვითარებაში ხელი შეუწყოთ სწორედ პროდუქციაზე დაბალი ფასების არსებობას. დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ჩვენ ვაუქმებთ DGG-ს პირველადი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რაც თავისთავად 18%-ით შეამცირებს ამ პროდუქტების თვითღირებულებას. გაათავისუფლა, თუმცა რატომღაც კვერცხისა და ქათამიც დაჩაგრეს. შემოსავლების სამსახურის საიტზე ვკითხულობთ, რომ დღემდე გარდა კვერცხისა და აუქნელი ახალი ან გაციებული შინაური ქათმისა, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. შეღავათები მოქმედებს სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესებზეც, თუ კონკრეტული იურიდიული პირის შემოსავალი წელიწადში 200,000 ლარზე მეტი არ არის. საკითხზე თავისი მოსაზრება აქვთ ფერმერებს და მიაჩნიათ, რომ უთანასწორო პირობების გამო საქართველოში მეფრინველეობის განვითარება ფერხდება. ისინი გამოსავლის ძებნაში სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. თავის დროზე მოირგეს ეს კანონი, კონკრეტულმა რამოდენიმე კომპანიამ მოირგო საკანონმდებლობაზე თავის თავზე. დღეს აღარ არის ის დღეს მათაც პირობები, რაც ადრე იყო, დღეს თვითონაც ტკივა თავიანთი მორიგებული კანონი და ჩვენც ვართ მოყოლილი ამ მახეში. თემა 200,000 ლარამდე ხო გაანთავისუფლა თავის დროზე სახელმწიფო. მივიღეთ შედეგი რა, რომ განვითარდა პატარ-პატარა წარმოებები 200,000 ლარამდე ბრუნვის. იმის იქით დღეს საქართველოში არის სულ 2-3 კომპანია, რომელიც შეიძლება გაცდეს 200,000 ლარს. აქედან 2 ფიზიკურად მეხორცულს არ ამუშავებს, ერთადერთი კომპანია არის, რომელიც 200,000 ლარს ზემოთ ბრუნვა. თუ სახელმწიფო მოხსნის DGG-ს და ზედაზღვარს მოშლის, ესე კიდე მეტი განვითარების საშუალება ექნება ამ ხალხს. სტატისტიკა ესეთია, დაახლოებით 50% უჭირავს მათ, დანარჩენი 50% მოდის ზუსტად წვრილ მეფრინველეებზე, რომელთა რაოდენობა დაახლოებით სადღაც 3-4 არის, ხო, თუ მეტი არა საქართველოს მასშტაბით. ხო, ესე არის. და მათი თითეული მოცულობა დაწყებული 500-დან 20,000 ფრთაზეც ადის. მაგრამ ხა ჩვენ იმაშიც რომ მოვიკითხე ბაზარში, ზუსტად ხარასაც თქვენ ამბობდით, რომ ჩვენთანაც ესე არის, თქვა ჩვენი ფერმერების ისტორიაც რომ ნახოთ, თქვა დაიწყეს რაღაცა ერთი კონკრეტული იდმე წარმით ან შეპესე და როგორც კი ავიდნენ, მართლაც დაარეგისტრეს და ერთი სახელის ქვემოთ ჩაშლილი არის, სადღაც 4-5 შეიძლება იყოს ჩაშლილი 4-5 იურიდიული პირი. ეს არის ზუსტი ინდიკატორი იმის, რომ ეს ფაქტორი უშლის ხელს მათ განვითარებაში. კანონს არ არღვევენ, მაგრამ ბარიერია. და სახელმწიფოს თავის მხრივ ამონაგებს DGG-დან ვერ იღებს ამ მხრივ. იმიტომ რომ ფიზიკურად არ შედის ეს ფული. სახელმწიფო ამით არ ზარალდება, უბრალოდ ხელს შეუწყობს, რომ განავითაროს. მეფრინველეები თანხმდებიან, რომ ევრორეგულაციების ამუშავება მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ იმისათვის, რომ მეწარმეებს ახალი სტანდარტების დანერგვა არ გაუჭირდეთ, სახელმწიფო უწყებები უფრო მეტ ძალისხმევას უნდა იჩენდნენ. რასაც სახელმწიფო გთხოვს რეგულაციას, რომ ჩვენ ესე იგი უნდა შევქმნათ ASAP-ის სტანდარტის რაღაცა ასოცირებული სასაკლაოები, ეს ყველაფერი და შემდეგ უსაფრთხო პროდუქტი უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. გეთანხმები, რომ უნდა მივაწოდოთ და რა თქმა უნდა ჯანმრთელობის ხარჯზე პროდუქცია არ უნდა გავყიდოთ, ცუდი და უარგისი პროდუქცია. მაგრამ ეს პირობები რომ მოვაწყოთ, სულ ელემენტარულს ვამბობ. რაც სასაკლაოში ჭირდება, აი ყველაზე პატარა სასაკლაოში 4 ცალი ხელსაბანი. რომლის ხელსაბანი რაც არის თვითონ ხელი რაც და სენსორმა უნდა წყალი ჩამოგისხას და არ უნდა შეეყო სენსორული 600 ევროების 2400 евро კიდე 4 წალის მისდიდელი რო იყიდო უბრალოდ თუ რაც ქვია იმას ხელით რასაც არ უნდა შეეყო გამოდის რომ მარტო ხელსაბანი რომ მოაწყო უჟანგავი ლითონის და დაამონტაჟო ისე გინდა $1,500 ვითომაკაც არაფერი. თვითონ შენობა ნაგებობა დანარჩენი ყველაფერი ძვირადღირებული მეტალზე. მოიქითხეთ ის და რა ჯდება აი ესეთი ტიპის სასაკლაო. დაახლოებით ყველაზე პატარა, აი უბრალოდ რომ შეძლო ფორმალურად ყველაზე პატარა. დაახლოებით 150-200,000 იმიტომ რომ ძვირადღირებული ტექნიკა. ევროინტეგრაციის კუთხით გზიდან გადახვევას არავინ აპირებს და ის ილუზია რომ თქვა რაღაცა ეს რეგულაცია არ იქნება და ისე არ უნდა გქონდეს, მაგრამ სხვა მხრივ რა ხელშეწყობაც იქნება, ისინი იძლევიან დაპირებებს რომ იქნება. აუცილებელია შევინარჩუნოთ ქართულ ბაზარზე ის სეგმენტი, რასაც ქვია
მცირე ფერმერი. როგორ უნდა შევინარჩუნოთ? მე ახლა ასე წარმომიდგენია ეს თემა. ესე იგი, რეგულაცია აუცილებლად შესაძლებელია და რა თქმა უნდა სუფთა პროდუქტი უნდა არსებობდეს დახცე, რათა ისევ ჩვენ ვართ ამ პროდუქტების მოხმარებლები. მოკლედ, ეს რომ შესრულდეს, აუცილებლად საჭიროა დამატებით ინვესტიცია განახორციელოს მცირე ფერმერი იქნება მსხვილი თუ ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს. ისევ თემაზე მივდივარ, რომ გაერთიანება მოხდეს, კოოპერირება მოხდეს. თანხის ჩადება მაშინ ხდება, როცა მისი საბოლოო ჯამში წლების განმავლობაში უკან ამოღება და ცოტა სარგებელიც არის, თორე ისე არავინ არ ჩადებს თანხას, თუ უკან ვერ დაებრუნებს იმ თანხას და კიდე რაღაც მოგებს. ხო? ნებისმიერი ბიზნესმენი ჩადებს თანხას, თუ ეს იქნება პერსპექტივაში, მომავალში უკან ამოღებადი. თუნდაც 5-10 წლის შემდეგ, მაგრამ უკან დაბრუნებადი, ესე რომ ვთქვათ. როგორ უნდა დაბრუნდეს უკან? ესე იგი, კოოპერირება, გაერთიანება არის ამის საუკეთესო გამოსავალი, თუ აქაც სახელმწიფო ცოტათი დაგვეხმარება რაში. აი მაგალითად. დაუშვათ 10-15 ფერმერი გამერთიანდით. მივახციეთ იმას, რომ ერთი წერტილი შევქმნით, სადაც ჩვენ პროდუქტს რიგის მიხედვით გადავამუშავებთ HACCP სტანდარტის მიხედვით. ამას მეფრინველეები მოახერხებენ. მაგრამ ყველანი ერთად 15 ადამიანი, მათი ყველაზე მინიმალური 100,000-იც რო აბრუნონ წელიწადში, 1,5 მილიონი ხდება მათი გაერთიანების საშუალო ბრუნვა, ასე რომ ვთქვათ. ხოლო 1,5 მილიონი საწარმო უკვე იბეგრება დერეგისტრ. ესე იგი, თან ხვდებით ნებისმიერი ფერმერი, რომ ნედლი ხორცის წარმოებაში, მის განვითარებაში ყველაზე მთავარი ფაქტორი არის დერეგის გადასახადი. რაც შემიძლია თქვა მსოფლიოს ყველაზე ცოტას ვიტყვი 90% ქვეყნებში და 100%-ს ვიტყვი წარმატებული აზრიანი ქვეყნები, სადაც ყველაფერი კარგად არის დაგეგმილი, ყველგან განთავისუფლებულია დერეგის გადასახადისგან. მათ შორის საქართველოშიც აბსოლუტურად ყველა პროდუქტი განთავისუფლებულია სოფლის მეურნეობის გარდა ქათმისა და კვერცხისა. მეწარმეებს მაგალითად უცხოეთისა და მეზობელი ქვეყნების გამოცდილებაც მოჰყავთ. აგრეთვე ხაზს უსვამენ ნედლი და გაყინული პროდუქტის განსხვავებასაც. ევროპის ქვეყნები, ჩვენ ხო არ ვითხოვთ, ფერმერი არ ითხოვს სუბსიდირება გაუკეთოს სახელმწიფო ხორცზე, ხო მაგას ხო არავინ იცავ. ხო. და აი ღვინოზე მაგალითად ყურძნის შემთხვევაში 30 სუბსიდირებას აკეთებს სახელმწიფო, ხო? მაგას ხო არავინ იცავ. კი ბატონო, თუ იქნება ძალიან კარგი. არა, ის ევროპის ბევრი ქვეყანა, ვინც ნედლ ხორცს აწარმოებს, აი ეს ძეზე ავიღოთ, ხო? თავიანთი პროდუქტი აწარმოონ, რო არ იყოს სხვაზე დამოკიდებული და სხვა სარუყურებდე, ხო არას მომცემს რომ რა უჭამო და გეუბნებო, რომ თავარია შენ აწარმოე ნედლი ადგილზე, რომ ჩვენ შიდა რესურსი გქონდეს ხალხის გამოსაკვებად. აი საქმე თავი, აწარმოე დოვლათი, შექმენი, ასე რომ ვთქვათ. შორს არ წავიდეთ ევროპის ქვეყნებზე, სასონხეთი, აზერბაიჯანი, მეზობლები ქვეყნები, 0-1-იც მეორე გადასახადი. ორთავე განთავისუფლებული. ჩვენი მეზობელი ქვეყნები. და ვერ ნახავ სხვა ქვეყნის გაყინულ პროდუქტებს მეზობელ ქვეყნებში. განა ისინი არ არიან სავაჭრო საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებული, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებენ ამას, რომ თავისი პროდუქტი და პირველი თავისას მიარჩიოს პირადესობა. ყოასი. ერთ დავამატებ ხორცის ხარისხზე მინდა აღნიშნო. ჩვენ ქვეყანას თუ შიდა წარმოება არ ექნება, ხო, ნედლი ქათმის და ნედლი ხორცისა, თუნდაც მეზობელი ქვეყნები და რო შემოვიტანოთ, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი შენახვის პერიოდიდან გამომდინარე ნედლი ხორცის შემოტანა, ხო, დამეთანხმებით, ხო? რომელიც მისი საგემოვნო თვისებებით, სარგებლიანობით, თავისი ცილოვანი სიმდიდრით და ასე შემდეგ, ვერანაირად ვერ გაუწევს რაიმე, ასე ვთქვათ, მის მსგავსსაც კი ვერ შემოვიტანთ გაყინული სახით, რომელიც არათუ თვეები შეიძლება რამოდენიმე წლის გაყინულიც კი იყოს პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ნედლი ხორცის წარმოება ქვეყნისთვის ძალიან არათუ მნიშვნელოვანია, არამედ შეიძლება რაღაც სასიცოცხლო ფუნქციაც გქონდეს. იმიტომ რომ ნედლ ხორცს ვერ შემოიტან ვერც ერთ ქვეყანაში. 48 საათია შენახვის ვადა და ტრანსპორტირება. აი, რამდენი ჯდება ტრანსპორტირება? დრო 24 საათი მაინც კიდე ტრანსპორტირება, ორგანიზება, ყველაფერი რომ ქსელამდე მიაღწიო. ფერმერები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობაში ბანკების მიერ დაკრედიტება აქტიურად ხდებოდა, მეწარმეებისათვის არაბის უცნობებია, რომ მოკლე პერიოდში მათ ახალი სტანდარტების დანერგვა მოუწევდათ. ინფორმაციის დეფიციტმა კი ფერმერთა ნაწილს პრობლემები შეუქმნა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს წვრილი ფერმერებისათვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ფერმერს არა აქვს ცდომა ინტერნეტზე 80%-ს არა აქვს ცდომა იმ კანონებზე, ასე შემდეგ და არ იცოდა ამის თაობაზე და შეეჯახა უკვე პრობლემას და როგორ ფერმერებს წირუნად ცესხი აიღო
რაღაცა ეტაპის სამუშაოები შეასრულა. ახლა დამატებით სასაკლაოებია გასაკეთებელი. ბანკი რა თქმა უნდა უზრუნველყოფა ახლა ის დამატებით უზრუნველყოფას ვერ შეიძენს. ბანკი დამატებით ცესხს აღარ უმატებს და არის შუაგზაში გაჭედილი. ან უნდა დაანებოს თავი და ის დავალიანება დაფაროს რაღაცნაირად. ან წინ ვერ წარმოიდა ვერ მიმიტანე ბაზრამდე რა აზრია ეგეთი ნებლებია. აქამდე ესე იგი ვამბობთ რომ არ იყო იმის ჯერ ისედაც ძიმე დღეში არიან ფერმერები მარტივად. შეეძლო ფერმერს განვითარება, მაგრამ დღეს ახლა სულ სხვა სიტუაცია გვაქვს. დღეს ვფიქრობ რომ მეფრინველობის დარგში გასანვითარებლად ბანკიდან სესხის აღება 10 ჯერ უფრო მეტია ვიდრე დაუშვათ სხვა დარგში. დღეს უკვე ითხოვს ბანკი რომ გაქვს თუ არა ხასვი, გაქვს თუ არა ესე იგი. ეს უკვე ბოლოს რაც ეს ხმაურია თქმა ახალ ძვიან არის შემდეგ. ეს რაც გახმაურდა ეს ფაქტი მის მერე ითხოვენ. მაგრამ ვერ ვიტყვით უახლოესი 6 თვის უკან რომ ეს ასე იყო. ქათმის ხორცზე რეგულაციები საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით პროცესმა 6 თვით 1 ივნისამდე გადაიწია. ჩვენ დავინტერესდით იანვრიდან მოყოლებული 4 თვის მანძილზე მოინახულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მეწარმეები, ნახეს თუ არა როგორ ემზადებიან ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად, ან რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი. პერიოდი კი მოგწეს ჩვენ 6 თვე, მაგრამ ამ 6 თვეში ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელით ჩვენ. იმიტომ რომ პრობლემის წინაშე ვიყავართ. მაგრამ ეს კეთილი ნებაზე კი არ არის დამოკიდებული, ფინანსებზეა დამოკიდებული. ფინანსებზე ხო ანუ რო გავაკეთეთ, რომ ჩავდეთ ფინანსებდა, დავიწყეთ და დავხვალეთ რა ხდება ერთ თვეში, რა ხდება 4 თვეში, მესამე თვეში მივედით იქამდე რომ მივდივართ სახლში მაინც. მე ჩავიხედე სხვა ქვეყნების იმაში როგორ არის რა და ძალიან კარგად მუშაობს სამინისტროსთან არსებული საერთოდ ეს დივიზიონები, ზოგს დივიზიონები ქვია, რა ნიშნავს დაარქმევ, ძალიან კარგი გამოცდილება, ხოთში იაპონიასაც აქვს და ევროპის ქვეყნებსაც აქვს მსგავსი რამ, რომ ნებისმიერ თემატურად ჯგუფები არიან, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ჩინოვნიკებისგან კი არ შედგება. რამდენიმე ფერმერი აგენტიც არის, რომელიც იმ თავის დარგში გავლენა ჭკუა მოეკითხება, ასე თქვა და არის ინფორმაციის შემტანი, გამავრცელებელი და ასე ვთქვათ, ქვევიდან ამომტანი, ქვემოდან ზემოთ მოდის. აი ამ დივიზიონების გზით ინფორმაციები. ჩვენთან როგორ არის ხა? ზევით ვიღაც გადაწყვეტს და მე ქვემოთ უნდა იტეხო თავიდან, როდესაც პირიქით უნდა ქვემოდან ზემოთ მოდის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ახლა ხო ყველა გვეც რომ არავინ არ ამბობს იმას რომ რეგულაცია არ გვინდა, ევროკავშირი არ გვინდა, არ ვაწყობთ, ყველა თანხმდება იმას რომ ეს გვინდა, მაგრამ გვინდა გონივრულ შესაძლებლობების ფარგლებში როგორ ანეთ თქო ერთად ვიფიქროთ სახელმწიფოს გვერდში გაგვიდგეს რა ფინანსური რესურსებიც ქვეყანას დღეს გაუჩნდა გონივრულად და ხარშთეფექტურად გამოვიყენოთ რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ იქამდე რომ ჩვენ მთლიან შიდა პროდუქციის სოფლის მეურნეობის წილი გავზარდოთ იმიტომ რომ ყველა სამოცანა ეს არის ხო მეტი რა არის ხა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავარი ამოცანაც ეს არის და გვაქვს ქვეყანაში სოფლის იმაში სამინისტროს აქვს ეს დეპარტამენტი ანალიზის პოლიტიკის და ანალიზის დეპარტამენტი. წესით ეხა იქ უნდა იხარჯებოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არ გეთდება, ძალიან სამწუხაროა ეს, რომ ესეთი რაღაცები, აი პროფილურად არავინ მუშაობს, დარგობრივად არავინ მუშაობს, ქვემოდან ზემოთ ინფორმაციის ატანა არ ხდება, მხოლოდ ზემოდან და ეხა ზემოდან წამოსული არასდროს არ იქნება, ის რა, ანუ იქ არ ესმით ფერმერის მაჯისცემა. არ ესმით და ეს არის ძალიან ცუდია. აი, სიტყვის მანძილზე თუ მოსულა ვინმე სახელმწიფო უწყებიდან თავის ინიციატივით სტრატეგია უფრო შეიმუშავა თავის ინიციატივით დაასრულებია თორე რა საქმეც ეს არის ანუ ადამიანები რომლებიც თქვა რაღაცა საბოლოო ჯამში ფრინველები რომლებიც ამხელა ამის ქმნიან ფაქტორით რომ უბრალოდ დაჯარიმდეს შენ თვითონ იწებ ინფორმაციის მოძიებას და ფეხებში იცი რა არის პრობლემა ეხლა რა არის კიდე რა ჩვენ რა გვაქვს ეხლა ქვეყანაში დავდექი კი ბატონო ერთია თქვა ეს ევრორეგულაციები ჩვენ ხშირად ვიშველებთ ხოლმე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომ მაინც ჩვენთან ახლოს დგანან, მათაც ეს გზა გაიარეს და ვიქაც ეგეთი მაგალითი იყო. ერთი რომ უნდა არსებობდეს ხარისხის მაკონტროლებელი და ყავს ეს მაკონტროლებელი სურსათის ეროვნულ სააგენტოს სახით და მეორე უნდა არსებობდეს ხარისხის მხარდამჭერი. რამ შეგაწუხათ აზრი? ტელევიზორის ყიდვა გადავწყვიტე. რომელს მირჩევ? მოიტანეთ, მალე უკვე გამოუსადეგარი ტელევიზორი. ციფრული მაუწყებლობის მხარდამჭერები საქართველოში. ტექნიკის განახლებისკენ მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებენ. იდეის ავტორები აცხადებენ, რომ აქცია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საჭიროებიდან გამომდინარე წამოიწყეს და პროცესის მხარდამჭერებად აცხადებენ თავს. განსხვავებულად ფიქრობენ მედია ექსპერტები. ძველი ტელევიზორებიც გამოდგება, თუ არა გაქვთ საშუალება რომ ახლით ჩაანაცვლოთ, უნდა იყიდოთ დამატებითი მოწყობილობები, set-top box-ები ქვია ამ მოწყობილობას და
ონლაინ ეხლაც იყიდება და 40 ლარამდე დაჯდება ონლაინ გამოწერის შემთხვევაში. ინფორმაცია, რომელიც უკვე გაჟღერებულია კონკრეტული რეკლამის მეშვეობით, იწვევს მოსახლეობის, რომელსაც თქვათ არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, რამდენადმე შესაძლოა უბიძგებდეს იმისკენ, რომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლოა არ იყოს სწორი. ანუ რას ნიშნავს, რომ მედია ექსპერტი ამბობს, შეიძლება დღეს გავიდეთ გარე და აგური დაგვეცეს სამწუხაროდ მე დაგვიფაროს. ისინი ამბობენ, რომ ამ რეკლამამ შეიძლება მომხმარებელი. ყველაფერი შეიძლება თქო მაგას ვამბობ. მომხმარებელს კინოსკოპური ეგრეთ წოდებული ზურგიანი ტელევიზორის გამოცვლისკენ ტექნიკის მაღაზიებში კონსულტანტებიც მოუწოდებენ. მე გვაინტერესებს უბრალოდ რომ ის ძველი ფერადი ზურგიანი ტელევიზორი გამოდგება თუ არა. არ გამოგადგება თქვენ იმიტომ რომ ციფრულ სიგნალს ვერ მიიღებს ტელევიზორი. ჩვენთან არის სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით აქცია ციფრული ტელევიზია უნდა გადავიდეთ. ყველა სამს ეს ციფრული სიგნალის მიღები ჩაშენებული შეიძლება. მე მაქვს მაგალითად ძველი ტელევიზორი, ზურგიანი ეგრეთ წოდებული ფერადი. ის არ გამომადგება ციფრული მაუწყებლობისთვის? არა. შეხება ზურგიან ტელევიზორებს იმას ვეღარ გამოვიყენებთ ციფრულის მისაღებად? სავარაუდოდ ვერ არის, ზუსტად ზოგზე შეგვიძლია. კომპანიებს, რომლებიც თავს ციფრული მაუწყებლობის მხარდამჭერებს, მიმდინარე აქციას კი სოციალურს უწოდებენ, მიაჩნიათ, რომ მომხმარებლისთვის ეგრეთ წოდებული მიმღები მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის. თვლით, რომ მოსახლეობას არ უნდა მიაწოდონ ასევე ის ინფორმაცია, რომ set-box-ის დაყენების შემთხვევაში ეს ტელევიზორები მიიღებს ციფრულ სიგნალს. ეს თქვენი კომპეტენცია არ არის. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენი პროდუქციის შესახებ და ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ თუნდაც ის ტელევიზორები, რომელსაც არ აქვთ აი ამ ციფრული სიგნალის მიღების ფუნქცია, ანუ არ არის მათში ეს ჩაშენებული, შესაბამისად, ვთქვათ, ვერ მიიღებენ ამ სიგნალს და აი ამ სიტუაციაში გადაწყვეტილება არის ის, რომ ჩვენ თავაზობთ ახალ ტელევიზორს. მე კონსულტანტი რო ვიყო, გეტყოდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ინდივიდუალური არის ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი კონსტანტი. შესაბამისად, ერთმა კონსტანტმა შეიძლება ერთი რაღაც უთხრას, მეორე კონსტანტმა შეიძლება მეორე რაღაც უთხრას. ანუ ესეთი კონკრეტულად ჩვენ კონსულტანტებს რაღაც დაზეპირებული ინფორმაცია სამწუხაროდ არ აქვს. ყველა თავისებურად აზროვნებს და ყველას თავისებური არა. რას ან თქვენ მეკითხებით რას ეუბნება კონსულტანტიო და მე არ შემიძლია რომ სხვა აქციის შესახებ გაინფორმაცია. ეხლა მე როგორც აგიხსენით აქცია, მოვიტანე ძველი წაიღე ახალი და მოვიტანე ძველი ტელევიზორი და მიიღე ფასდაკლება ახალ ტელევიზორზე, იგივე შეეუბნება კონსულტანტიც. რაც არის ჩვენი მესიჯი, იგივე შეეუბნება უკვე მაღაზიაში. რაღაც შეუძლია არა, არაფერი არ შეუძლია. ყველა ადამიანი აზროვნებს ინდივიდუალურად და სიტყვების თანაწყობა, ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური. თუ არ გესმის, კიდე გაგიმეორებ. შესაბამისად, ერთიად მე არ შემიძლია რომ ვიღაცის ნააზრევი ეხა თავიდან ბოლომდე თქვა, იმიტომ რომ შეიძლება სიტყვები ისე ვერ დავალაგო, როგორც ერთი ადამიანი იტყოდა, ანუ სხვის მაგილოთ ეხა მე ვერაფერს ვერ ვილაპარაკო. მაგრამ კონსულტანტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე არ აგებს კომპანია. კომპანია აგებს პასუხს. კომპანია როგორ აგებს პასუხს, მაგრამ შენ თუ კონკრეტულად გაინტერესებს რას ამბობს კონსულტანტი, შედი მაღაზიაში, მოусმინე კონსულტანტს და ნახავ. ძალიან ეჭვი მეპარება რომ თქვენ კეთილი მიზნებით გეკითხათ ეს ყველაფერი. თუ მიხვალ და დახმარებას მოითხოვ, თქვენ დაგეხმარებიან, მაგრამ თქვენ თუ რაღაც პროვოკაციულად მიმართოთ კონსულტანტებს და არ ვიცი, რაღაც იმას სიტყვის გამორჩენაზე იქნებით, სამწუხაროდ შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოთ პასუხი. ტექნიკის მაღაზიებში ვერ აკონკრეტებენ, როდის ექნებათ ქსელში მიმღებები, რომლებმაც კინოსკოპური ტელევიზორებისთვის ციფრული სიგნალის მიღება უნდა უზრუნველყოს. შეიძლება არსებობდეს ალბათობა იმისა, რომ მაისშიც ვერ მივიღოთ. მაშინ, როდესაც ვთქვათ ივნისის პირველ რიცხვებში არსებული სიგნალი უკვე შეწყდება და მთლიანად გადავდივართ ხო ციფრულ მაუწყებლობაზე. მაღაზიებში ჩვენ მოვხედავთ set-box-ებს, იმიტომ რომ ადამიანმა იფიქროს, რომ მე საერთოდ ვერ ვშავლობ ამ set-box-ს, იქ იძულებული ვარ ტელევიზორი ვიყიდო. და ეს იძულებაც კი მე ვფიქრობ, რომ უფრო არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვიდრე კერძო კომპანიის. კერძო კომპანია ცდილობს, რომ set-box-ი არის 60 ლარიანი მიმღები და ტელევიზორი 500 ლარიანია მინიმუმ, ხო, ანუ მე ზემოთ იწყება ფასები. შესაძლოა მას ურჩევნია ძვირადღირებული აპარატურა გაყიდოს. შეძლებთ თუ არა კინოსკოპური ფერადი ტელევიზორი ციფრული სიგნალის მიღებას? კითხვით რეგიონის მოსახლეობას მიმართეთ. მე მგონი არ გამოდგება რა. ასე ამბობენ რომ არ გამოდგებოდა. თვითონ ისინი აცხადებენ ტელევიზორში და
ანუ უნდა შეცვალოთ და გადასაგდებია იქნება. გადასაგდებია ყველა მუშა არის, ყველა მუშა ტელევიზორები არიან ისინი, მაგრამ არ გამოდგებაო და აბა საწავებთ, ან უნდა ჩავაბაროთ და რაღაც კეთეთ. არ ვიცი, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, არის რაღაცა დამატებითი მოდემი, რომლის საშუალებითაც გამოიყენებენ ალბათ ამ ტელევიზორებსაც. რა მგონი? ანუ იმ ტელევიზორების გადაყრა მოუწევთ? არ ვიცი, ჩაბარებ ალბათ. მიმდინარე პროცესების ფონზე ციფრული მაუწყებლობის სააგენტო საინფორმაციო კამპანიის ახალ ეტაპს გეგმავს. ჩვენ გეგმავთ, რომ განვათავსოთ ძალიან ვრცელი სტატია რამოდენიმე გაზეთში, მათ შორის გაზეთებში, რომელიც ვრცელდება როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მასშტაბით და მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რა ტიპის კითხვები უნდა დასვან მათ, როდესაც შევლენ სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიაში. თქვათ, რა სტანდარტის set-top box-ი უნდა იყოს ეს, რა სტანდარტის ტელევიზორი უნდა იყოს, რა ფუნქციებს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორ უნდა იღებდეს ამ ღია საეთერო სიგნალს და ასე შემდეგ. ტექნიკის მაღაზიების მიერ დამზადებული ვიდეო რგოლის განხილვას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც გეგმავენ. უწყება იმსჯელებს, შეყავს თუ არა რეკლამას მაყურებელი შეცდომაში. ამდენად არის სარეკლამო რგოლში გაკეთებული მოწოდება, ასე ვთქვათ, შეცდომაში შევყვანი და არასათანადო. აი ამ საკითხს კომისია შეისწავლის და უახლოეს სხდომაზე საჯაროდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებული შესაძლო არასათანადო რეკლამის პირველი ფაქტი არაა. მედია კოალიცია მარეგულირებელ კომისიას იმ სარეკლამო რგოლის განხილვისკენ მოუწოდა, სადაც ამტკიცებენ, რომ ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ ქართულ არხებს მაყურებელი სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებს. მედია ექსპერტები იმედოვნებენ, რომ უწყების რეაქცია დროული და ადეკვატური იქნება. შეგახსენეთ, რომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის და ევროკავშირის შესაბამისი აქტების თანახმად ევროპაში და მათ შორის საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს უნდა დასრულდეს. ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი, სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში. პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასების ანგარიშიდან ჩანს, რომ 2014 წლის საქმიანობის დიდი ნაწილი საკანონმდებლო სფეროს უკავშირდება, რასაც ბიძგი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამაც მისცა. სურსათის კოდექსში ძირითად დოკუმენტში, რომელიც არეგულირებს სურსათის უნებლობას, იქ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეს კოდექსი გაუმჯობეს და ასევე სხვა ნორმატიული აქტები იქნა შემუშავებული. თუმცა მთლიანობაში ტემპი ჯერჯერობით მაინც ნელია და იმ საჭიროებებს ვერ პასუხობს. შემუშავდა გეგმები საკანონმდებლო მიახლოების. სამწუხაროდ ეს გეგმები გაწერილია ძალიან დიდ პერიოდზე 2030 წლამდე. ქართული კანონმდებლობის ევროპულთან მიახლოების პარალელურად რიგი პრობლემები კვლავ რჩება. მათ შორის ერთ-ერთი საკვებით მოწამვლის შემთხვევებს უკავშირდება. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2014 წელს გარდაცვალების 4 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც 2013 წელს საკვებით მოწამვლის გამო ლეტალური შედეგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგა. სურსათის უნებლობის სააგენტოში საკანონმდებლო ცვლილებების მომდევნო ეტაპზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჩატარებული საქმიანობის შედეგებს ახლა ევროკომისიის წარმომადგენლები აფასებენ. მოხდა, ასე ვთქვათ, დიფერენცირება იმ ევროპული რეგულაციებისა, რომელთანაც მიახლოება უნდა მოხდეს ქართული საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ეს გაკეთდა, ეს ჩამონათვალი, რომელიც გადის რევიზიას, როგორც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, ასევე თვითონ ევროკომისიის წარმომადგენლებთან, საბოლოოდ დამტკიცდება ესია, ეს ჩავთვალოთ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით ესია უკვე შეთანხმებული არის ამ რეგულაციების ჩამონათვალი. სახელმწიფოს მიერ შესრულებული გეგმების და რეფორმების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერმაც. ალვარო ორტეგა პრეზენტაციას დაესწრო და მთავრობის საქმიანობაში აფასა. ტექნიკურ კანონმდებლობას წინა წლებთან შედარებით სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ 2012 წლიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმებების რაოდენობა გაზარდა. პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა კი სურსათის უნებლობის სფეროში რიგი ცვლილებები განახორციელა. ევროკავშირის მხარდაჭერა გაგრძელდება, რათა საქართველოში სურსათის უნებლობის შესაბამისი სახელმწიფო რეგულირება ჩამოყალიბდეს.
სურსათის უნებლობის საკითხზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მეოთხე წელია მუშაობს. Როგორც ცნობილია, თემის მონიტორინგის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება. სურსათის უნებლობის საკითხებით ხშირად ინტერესდება საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაც. ორგანიზაცია თემის აქტიურ გაშუქებას სამომავლოდაც აპირებს. ყველა გაუფრთხილდეთ თავისუფალ მედიას. მნიშვნელოვანია ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკა და მედია იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. თავისუფალი მედია არადუ საჭირო, არამედ აუცილებელია. საქართველოს ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სამაის პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავენ. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ქართული ჟურნალისტები იმ საერთო ღირებულებებზე თანხმდებიან, რაც დემოკრატიულ ქვეყნებს აერთიანებს. როდესაც ამეკითხავს, რატომ არის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანი, ალბათ პირველი არის ის, რასაც ვამბობთ ყველა, რომ ის მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საერთოდ დემოკრატიისთვის, მაგრამ შეიძლება ჩვენი მაყურებლისთვის ან საზოგადოებისთვის ცოტა რთულად გასაგები იყოს ეს ზოგადი ფრაზა, რაც ნიშნავს დემოკრატიისთვის არის საჭირო თავისუფალი მედია. ამიტომ მგონია, რომ უფრო მარტივად თუ ვიტყვით, იქნება, რომ თავისუფალი მედია არადუ საჭირო, არამედ აუცილებელია თვითონ საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, რჩება პრობლემები იმისათვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ სრულად საქართველოში მედიის კუთხით პრობლემები აღმოფხრილია, ძალიან კარგია, რომ თავისუფალი ქვეყნების რიგში ვართ, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რასაც ჭირდება მუშაობა და რა კუთხითაც აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ვთქვათ, ჟურნალისტებს ჰქონდეთ მეტი ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა არ ხორციელდებოდეს და ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნას, რაც კი შეიძლება არსებობდეს ჟურნალისტებზე ზეწოლის თვალსაზრისით. Გვინდა პროგრესი თუ გვინდა განვითარება, მაშინ უნდა გქონდეს თავისუფალი მედია. ეხალს უსვამ თავისუფალ მედიას, იმიტომ მედია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არ იყოს თავისუფალი და ესეთი მედია ცუდია, იმიტომ რომ ეს მუშაობს პროგრესის განვითარების წინააღმდეგ, ადამიანების უფლებების წინააღმდეგ, მათი ინტერესების წინააღმდეგ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ საბოლოო ჯამში. რადგან ჟურნალისტები ყოველთვის ეძებენ იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები, ხშირ შემთხვევაში მედიისა და პოლიტიკის გადაკვეთის წერტილები საკმაოდ კრიტიკულია. ამიტომაც მნიშვნელოვანია ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკა და მედია იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ჟურნალისტებს ჰქონდეს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა. თუ არ იქნება პრესის თავისუფლება, თუ არ იქნება გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვეყოლება ინფორმირებული, ღირებულებებზე ორიენტირებული თავისუფალი საზოგადოება. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრესის თავისუფლება. ზოგადად პრესის თავისუფლების კონცეფციც ეს არის. ამას ეფუძნება, იმიტომ რომ პრესის თავისუფლება არსებობს არა ჟურნალისტებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მედიის მუშაობის ხარისხის მიმართ პრეტენზიათა დიდი ნაწილი საზოგადოებისგან მოდის. ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნაწილიც მედიის მიუკერძებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მედიის თავისუფლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან ცოტაა მედია, რომელიც არის მიუკერძოებელი. ამიტომ ჩვენ ქვეყანაში არაფერს ფასი არ აქვს. თავისუფალი სიტყვა მოისმინოს ხალხმა ალბათ. საერთაშორისო წესია, რომ უნდა იყოს მედია თავისუფალი და ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს. დემოკრატიისთვის სადაც თავისუფლება არ არის, იქ არც დემოკრატია არსებობს. კანონის უზენაესობისთვის. მაგრამ რა თქმა უნდა, მედია უნდა იყოს სამართლიანი. უნდა ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას სიმართლე, ჭეშმარიტება. თუ მედია იქნება ვიღაციდან მდგომიდან წარმოჩენილი, ვერაფერსაც ვერ გაიგებს ხალხი, გაიგებს მხოლოდ სამმხრივ ასს და ეს იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ხალხმა გაიგოს ობიექტურად რა ხდება ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ინდიკატორია და ერთ-ერთი მაჩვენებელია ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის და დონის. დამოკიდებელი უნდა იყოს, რა შეკითხვაა საერთოდ არ მესმის. იმიტომ რომ სიმართლეს გაიგებს უფრო ხალხი და უკეთესია რა თქმა უნდა. თავისუფლება უნდა იყოს საქართველოში დაცული, მაგრამ არ უნდა ასრულებდეს პოლიტიკურ ნებას. მედიის თავისუფლების დღემდე მცირე ხნით ადრე ორგანიზაცია Freedom House-მა კვლევა გამოაქვეყნა. პრესის თავისუფლების მაჩვენებლით გამოკითხულ 199 ქვეყანას შორის საქართველო 93 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ქართული მედიის დამოუკიდებლობის ინდექსი 7 ერთეულით გაიზარდა. დღესდღეობით საქართველოში მედია ისევ პოლარიზებულია გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არის გაწერილი ასეთი პუნქტი, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და საზოგადოებაზე ორიენტირებული. მედიის სფეროში თანამშრომლობას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
მხარეები აწარმოებენ რეგულარულ დიალოგს აუდიოვიზუალურ და მედიის პოლიტიკის სფეროში და ითანამშრომლებენ, რათა გააძლიერონ მედიის დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი, ასევე ურთიერთობები ევროკავშირის მედიასთან, ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თავისუფალი პრესის დღეს მსოფლიო უკვე 22-ად აღნიშნავს. ამ თარიღს საფუძველი 1991 წელს აფრიკის კონტინენტზე, ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში ჩაეყარა. სადაც ჟურნალისტებისათვის გამართულ რეგიონულ სემინარზე მედიის წარმომადგენლებმა დეკლარაცია მიიღეს და ქვეყნის მთავრობებს პრესის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს. 3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ანსამბლემ 1993 წელს დააწესა.